გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ ლიდერ მიმწოდებლებზე, ამ შემთხვევაში ხაშურის მუნიციპალიტეტზე. იცით, რომ ტენდერების საშუალებით მუნიციპალიტეტებს შერჩეული ყავთ კონკრეტული კომპანიები, რომლებთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ კომპანიების მეწილეებისგან პარტიების შემომწირველთა სიაში გარკვეული სოლიდური თანხები ირიცხება ქართული ოცნების ანგარიშზე და რასთან გვაქვს საქმე, კონკრეტულად რატომ ჩნდებიან სისტემატურად ერთი და იგივე კომპანიები თვითმმართველობების მუშაობის პრაქტიკაში დაინერგა ფაქტიურად ასეთი მიდგომები. ამასთან დაკავშირებით ლექსო ვალიაური არის ჩვენი დღევანდელი სტუდიის სტუმარი. ლექსო, გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენ ვიმუშავეთ თემაზე სახელწოდებით ხაშურის მერის რჩეული მიმწოდებლები, რომლებმაც ბიუჯეტიდან 37 მილიონი მიიღეს. ვინ არიან ეს კომპანიები? თავდაპირველად რომ გითხრათ ზოგადად როგორი ტენდენცია ჩამოყალიბდა? აი უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ერთადაც გვიმუშავია სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში. ხედავთ ერთი და იგივე კომპანიებს, პირებს, სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც ახლობლურ დამოკიდებულებაში არიან მუნიციპალიტეტებთან, თვითმმართველობასთან. რეალურად ესენი არიან ხარისხისა და კარგი მუშაობის შედეგად შერჩეულები თუ აქ კიდევ სხვა პრაქტიკა იკვეთება? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი ინტერესი იყო ის, რომ ღია წყაროების ჩვენი მეთოდი იყო ის, რომ ღია წყაროების საშუალებით, პრინციპში სახელმწიფო შესყიდვების საიტიდან მოპოვებული ინფორმაციით მოგვეპოვებინა ეს ინფორმაცია, რაზეც ვსაუბრობთ და საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. პრინციპში არ ახალი არის ეს ტენდენცია, როგორც სხვა ხელისუფლების შემთხვევებშიც ხდებოდა, განსაკუთრებულად დიდი მასშტაბი აქვს, როგორც ვიცით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მსგავს ტენდენციას და არაფერი არ გვიკვირს, მაგრამ ხაშურის შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ ერთსა და იმავე სფეროში სისტემატურად იმარჯვებენ ერთი და იგივე კონტრაქტორები. ფაქტობრივად ტენდერები არის უკონკურენტო პირობებში, ხშირი არის რომ პირდაპირ შესყიდვის წესებით ხდება მიწოდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი იყო მაინც პირველ ეტაპზე ისეთი ინფორმაცია მოგვეგროვებინა, რომელიც აჩვენებდა უკონკურენტო პირობებში გამარჯვებული კომპანიების შესახებ ტენდენციას და დავინახეთ, რომ მასშტაბური კომპანიები არის კონკრეტული კომპანიების ხელში და ხშირი არის თითქოს გაჩნდება, რომ გაყოფილი აქვთ სფეროები და მიმართულებები კონკრეტული კომპანიებს, რომლებიც თავისი მიმართულებების რაღაცა ესეთი მონოპოლისტები და დომინანტები არიან. რამდენი წლების განმავლობაში განვიხილოთ და დავასახელოთ საინტერესო კომპანია გამოიკვეთა, რომელსაც ეს დიდი თანხა 37 მილიონი 37.2 მილიონი ლარი აქვთ ამ 22-25 წლებში მიღებული და ყველაზე მსხვილი ნაწილი 30.7 მილიონი აქვს ჰედებ ჯორჯიას, ასეთი კომპანია, რომელიც პირველად 2022 წელს ჩნდება. საინტერესოა ალბათ ესეც, რომ 2022 წელი არის პირველი წელი, მას შემდეგ რაც გასული თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და შეიკრიფა მერია და საკრებულო, როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა აჩენს განცდას, რომ ახალ საკრებულოსთან, ახალს, უკვე საკრებულოს, რომელსაც ახლა ეწურებავა და ამ საკრებულოსთან ჰქონდა კომუნიკაცია პირველად ჰედებ ჯორჯიას და მას შემდეგ ჩნდება ეს კომპანია, რომელიც ძალიან აქტიურად იმკვიდრებს თავს, თუნდაც იმ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რომ როგორ იმარჯვებდა ის, თუ მაგალითად 2022 წელს მას ჰქონდა თითქმის ყოველთვე თითო ტენდერში გამარჯვება, შემდგომში 2024 წელს განსაკუთრებული აქტიურობა შეიძინა და 2024 წელს თებერვალში მაგალითად მხოლოდ ერთ თვეში 4 ტენდერი აქვს მოგებული. თან ეს არ არის მცირე თანხების არ არის მცირე თანხები, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ჯამში 2022-25 წლებში 66 ტენდერიდან 41 ტენდერი აქვს მოგებული. ხშირ შემთხვევაში ეს იყო უკონკურენტო ტენდერები, ან დომინანტი კომპანიები იყვნენ მხოლოდ ამ ტენდერებში შესული და გადანაწილების
განცდა ჩნდება, როდესაც ტენდერების დინამიკა საკვირდები, რომ ან ერთი დომინანტი კომპანია იგებს, ან მეორე, მაგრამ ნუ არიან. ვინ არიან კიდევ შემდეგი? მოდი შევხედოთ ჰედებ ჯორჯიას შემთხვევაში ვთქვათ რა თანხები არის და შემდგომ უკვე აი ჰედებ ჯორჯიას მიმართულება იყო საგზაო სატრანსპორტო რაღაცა ეს ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ ნაწილში აი როგორც გითხარი იყო წლები როცა თვეში ერთხელ მაინც ერთ ტენდერში იმარჯვებდა და სხვა შემთხვევებში კიდევ უფრო აქტიური მდგომარეობაც იყო 2025 წელს ამ ტენდენციით გამოირჩევა და ნუ ჯამში 30.7 მილიონი არის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან და 25 წელი არ დამთავრებულა ჯერ და არ დამთავრებულა და კაცმარიძეს ანუ კიდე შეიძლება რაღაცა ტენდერებში მათ კიდე გაიმარჯვონ. ნუ საქმე იმაში არ არის რომ ერთ კომპანიის ხელში ხდება, საქმე იმაში არის რომ რამდენად მართლა სახელმწიფო და მუნიციპალური ინტერესი არის ჩადებული ამ მიმართულებაში და რამდენად ხდება ისე რომ ამ ქვეყანაში სადაც უამრავი სამშენებლო კომპანია არსებობს თუ სატრანსპორტო კომპანია და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია რატო ხდება რომ მაინც ერთი კომპანიის ხელში ხდება ერთი მუნიციპალიტეტის თანხები მას შემდეგ მით უმეტეს რაც ახალი საკრებულო და მერია ირჩევიან ხოლმე. ნუ მოდი გადავიდეთ მომდევნო მიმართულებაზე. მომდევნო ლიდერი ვინ ყავს? მომდევნო ლიდერი არის შეპესე გურო და ინდმეწარებენ შორენა თაბაგარი, ესენი არიან სპორტული და სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიები. ნუ გურო 38-დან 21 ტენდერს იგებს და ჯამურად 2.3 მილიონ ლარს იღებს 2022-25 წლებში და შეპესე შორენა თაბაგარის შემთხვევაში 18 ტენდერიდან 12 აქვს მოგებული. თანხა იგივე არის და ანუ ზუსტად ეს თანხის ერთნაირი გადანაწილება საჩენს განცდას რომ ზუსტად ეს რაღაცა შეთანხმებასთან არის რაღაცა კავშირში შეთანხმებასთან გვაქვს რაღაცა საქმე და რაღაცა გადანაწილებასთან ანუ წინასწარ მოფიქრებულ სქემასთან რომლითაც შეიძლება ხდებოდეს გადანაწილება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ ეს კომპანიები ჩვენ რომლებიც ვახსენეთ ეს ახალი თვითმმართველობა რომ მოვიდა 2021 წელს მაშინ გააქტიურდა და მას შემდეგ არიან 2022-25 წლებში არიან განსაკუთრებით აქტიურები და როგორც ხედავთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მომდევნო ეტაპზე არიან ესენი ვისაც მსხვილი თანხები აქვს წაღებული და 2.300.000 ლარზე არის საუბარი თითოეულის შემთხვევაში. ნუ კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით რომ კონკურენცია ან არ იყო ან უბრალოდ მხოლოდ ეს ორი კომპანია იყო კონკურენტი და ერთმანეთისა და ხშირ შემთხვევაში ან ერთის ხელში ან მეორეს ხელში ხდებოდა გამოცხადებული ტენდერის გასახორციელებლად საქმიანობა. New City არსებობს კომპანია, რომელიც ასევე 2022 წლიდან არის განსაკუთრებულად აქტიური. New City-ის შემთხვევაშიც იგივე ტენდენცია არის გამოკვეთილი, რომ ყოველთვიურად ხდება მათ მიერ მოგება ტენდერებში გამარჯვება. ნუ 2023 წელს მხოლოდ ერთი მცირე კონტრაქტი ჰქონდა 2024 წელს თებერვლიდან მაისამდე თითქმის ყოველთვიურად იმარჯვებდა ანუ ამ თვეების განმავლობაში და 2025 წელს განსაკუთრებულად აქტიურია აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით თითქმის ყველა თვეში მოიგო ტენდერი ამ კომპანიამაც ეს არის კომპანია რომელიც სამშენებლო კომპანიაა და რაღაცა სამშენებლო სამუშაოების სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელია 1.6 მილიონი ლარი არის ჯამში, ნუ ერთი შეხედვით თითქოს დიდი თანხა არ არის, მაგრამ ნუ რაც არის ხაშურის მცირე მუნიციპალიტეტისთვის, ყოველ შემთხვევაში გარანტირებული თანხა აქვს კომპანიას. გარანტირებული თანხა აქვს კომპანიას და ნუ ესეც საინტერესოდ ჩნდება. ნუ კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ეს ღია წყაროების გაანალიზების შედეგად ჩვენი ყურადღება მიიქცია, არის სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის და მათი სათადარიგო ნაწილების მიწოდებისთვის არსებობს კონკრეტული
ინდმეწარმე თეიმურაზ ლომუაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტს ესე 2022 წლიდან დღემდე მუდმივად ამარაგებს, მუდმივი მცირე, მაგრამ მუდმივი მიმწოდებელად ითვლება ბატონი თეიმურაზ ლომუაშვილი, როგორც ჩანს და პატარ-პატარა კონტრაქტების ფარგლებში 57000 ლარს შეადგენს მის მიერ გაწეული მომსახურება მუნიციპალიტეტის მიმართულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ 57000 ლარი შეიძლება მცირედ გამოიყურებოდეს, მაგრამ რაც არის ხაშურის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულების თანხა მთლიანად არის ერთხელში მოქცეული და აქაც არ იკვეთება რაღაცა ჯანსაღი კონკურენციის მომენტები, რომელიც პრინციპში კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა იყოს გარანტირებული. და ეს თეიმურაზ ლომუაშვილი მაყურებელს მე შევახსენებ, რომ არის ის ინდმეწარმე, რომელიც ასევე სათადარიგო ნაწილებს უზრუნველყოფდა ერთ-ერთი მანქანისთვის, რომელიც ფაქტურად ჩამონათვალში არ ჩანს. ეს არის Toyota Camry და ამასაც სისტემატურად სჭირდებოდა შეკეთება, არ ვიცი ეს ვის მფლობელობაში და ვინ სარგებლობს მანქანა, რომელსაც ამდენი თანხა სჭირდება შესაკეთებლად, ალბათ აქაც კითხვის ნიშნები უნდა დავსვათ. და ლექსო, ასევე ჩვენ გვაინტერესებს ეს ყველაფერი ღია წყაროების საშუალებით არის მოძიებული, მაგრამ ხაშურთანაც, ქარელთანაც, კასპთანაც, გორთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია ინფორმაციის გამოთხოვის. ანუ რატო დაგჭირდა მაგალითად ღია წყაროებით ჩვენ თვითონ რო გვემუშავა და მოგვეძებია ინფორმაცია, ანუ ტენდენცია შეიცვალა დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, შენი დაკვირვებით რა იკვეთება, განსაკუთრებით შემზღუდავი კანონების პრინციპში ჩვენ ამ კონკრეტული მიმართულებით ხაშურისა და სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში კონკრეტულად ეს ინფორმაცია არ გქონდა გამოთხოვილი, მაგრამ გამოთხოვილი მქონდა მე პირადად ამ კვლევის ფარგლებში ინფორმაცია სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით. თუმცა ამაზეც იყო გამოთხოვილი ავტომანქანებთან დაკავშირებით არ მოიწერეს არაფერი და შენ შემთხვევაში რა ხდება? შენ შემთხვევაშიც ძალიან ზედაპირული ინფორმაცია გამოგვიგზავნეს, ანუ არ დაკონკრეტებულა ჩვენ შემთხვევაში ვიზე, ვინ იყვნენ ის პირები, ვიზეც ქონებები გადაეცა, არ დაკონკრეტულებულა რა ფასად გადაეცა ქონებები, არ დაუკონკრეტებიათ უშუალოდ ამ ქონებების საიდენტიფიცირებო მონაცემები და მოგვაწოდეს მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია 4 მუნიციპალიტეტმა ჩვენს მიერ მოთხოვნილ საკითხებში, ანუ ეს არის ზოგადად ის ტენდენცია, რომელსაც მუნიციპალიტეტები მიმართავენ უკვე ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად აქტიურად, რომ მალავენ ყველა ტიპის საჯარო ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაციებიც ღია წყაროების მეშვეობით რომ არ მოგვეძიებინა, ამ ინფორმაციებსაც ისინი თავისი ნებით არ მოგვაწოდებენ, რადგან ისევ და ისევ არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ ამ ვითომ და კონკურენტული გარემოს მიღმა არსებობს სხვა ტიპის ინტერესები და სხვა ტიპის კავშირები, რომელიც დავაკონკრეტოთ, რა შეიძლება იყოს ახლა ამ შემთხვევაში ამ კომპანიებთან რაღაცა ინტერესის საგანი. ანუ რატომ არიან ესენი ლიდერები ამ კონკრეტულად 4 წელში? რა სარგებელი აქვს ამით მუნიციპალიტეტს? სიღრმისეული კვლევა დასჭირდება ალბათ იმას, რომ აი ნებისმიერი კონკრეტული ამ ჩამონათვალი კომპანიების მიღმა, ვინ არიან ის პიროვნებები, რა კავშირები არსებობს მათსა და ამ კომპანიასა და თუმცა პროექტი მოკლე იყო და ამდენი დრო ანამდოთ არ იყო. და როდესაც საუბარია ესეთ მსხვილ თანხებზე, თავის მხრივ არსებობს განცდა, რომ ვიღაცა კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები, თანამდებობის პირები, შესაძლებელია იყვნენ ესენი მერები, ან საკრებულოს წევრები, ან თავმჯდომარეები და ასე შემდეგ, სათავისოდ იყენებდნენ სახელმწიფო ადმინისტრაციულ რესურსებს, მათ განკარგვას, მათ მართვას, შეიძლება არსებობდეს უფრო ღრმა კორუფციული ნიშნებიც, იმიტომ რომ როდესაც არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, არსებობს იმისი დიდი ალბათობა, რომ თანხები, რომლებიც გამოიყოფა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წარიმართოს ვიღაცა კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობისთვის და არა სახელმწიფო ინტერესების განსახორციელებლად. ანუ რეალურად ეს სურათი, რაც ჩვენ დავინახეთ, რომ უკონკურენტო გარემოში ხდება 66 ტენდერიდან 51 ტენდერის მოგება უკონკურენციოდ ხდება, ხო? ეს თავის მხრივ უკვე არის იმისი წინაპირობა, რომ რაღაცა სახელმწიფო ინტერესის განხორციელება. ვინ უნდა აკონტროლებდეს ამას? ჩვენ ვიცით, რომ აუდიტის სამსახური სახელმწიფო აუდიტზე მაქვს საუბარი, პერიოდულად რაღაც ანგარიშებს აქვეყნებს, მაგრამ შიგნით თვითონ მუნიციპალიტეტებს ყავთ თუ არა მაკონტროლებელი სამსახური, აუდიტის სამსახური ხომ არსებობს მერიებში? ჩვენ კარგად ვიცით, ნინო, რომ რეალურად სახელმწიფოში არ მუშაობს არც ერთი სტრუქტურა, სახელმწიფო იმართება ცენტრალიზებულად, იმართება პარტიული დირექტივების მიხედვით
მიხედვით თუ პარტიის ინტერესი არსებობს რომ მოიყვანონ კონკრეტულ თანამდებობაზე ადამიანი იქნება ეს მერი თუ საკრებულოს თავმჯდომარე თუ გუბერნატორი შემდგომში პარტია მათ აძლევს ასევე იმ უფლებამოსილებას რომ მსგავსი არაფორმალური გარიგებებითა და მოლაპარაკებებით კორუფციული მეთოდებით მოაგროვონ თანხები ჩვენ კარგად ვიცით რომ არაკონკურენტულ გარემოში პირდაპირ შესყიდვის წესით დადებული კონტრაქტების შემთხვევაში, გადაცემული ქონებების შემთხვევაში ამ პროცესების მიღმა იკვეთებიან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან ქართული ოცნების, პარტია ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები და ეს არის რაღაცა თავისებური, რაღაცა ჩაკეტილი წრე, რომლის შიგნითაც მოხვედრილი პიროვნებები კარგად დაანალიზებენ, რომ რატო უნდა მოხდეს, რომ მათ მისცემენ ტენდერს იმ შემთხვევაში თუ ისინი შემდგომში ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში შეიტანენ თანხებს, სხვა ტიპის დახმარებას გაუწევენ, ადამიანური რესურსებით დაეხმარებიან, სხვა ფორმებით დაეხმარებიან და ეს არის რაღაცა აი ხელისუფლების პრობლემა. სისტემურად ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მუნიციპალიტეტებში არსებობენ აუდიტის სამსახურები, ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს კონკრეტული საგამოძიებო სტრუქტურები, საფინანსო პოლიციები. ზედამხედველობის სამსახურიც, რომელიც უყურებს როგორ ხორციელდება ესა თუ ის პროექტი, იმიტომ რომ ვიცით არაერთი მაგალითი შეუსრულებელი, დაუსრულებელი შემშენებლობები. თუმცა ეს ყველაფერი, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა სტრუქტურები, რომელიც დემოკრატიისა და გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ინტერესის განმახორციელებელი და აღმასრულებელი ჯგუფები უნდა იყვნენ, მაგრამ ესენი არის პირობითი, იმიტომ რომ რეალურად ქვეყანა იმართება ერთი ხელით, რეალურად ქვეყანა იმართება არაფორმალურად და სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მსგავსი მიმართულებით, რომ დაიცვან კანონი და დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, ეს სტრუქტურები უბრალოდ არ მუშაობენ და არიან ფურცელზე, არიან ფორმალურად. ამიტომ ეს პრობლემა დგას. ჩვენ ხედავთ, რომ არ მუშაობს კონკრეტული სტრუქტურები და მეორე მხრივ ასევე ხედავთ იმას, სხვა წინა გადაცემებშიც გვისაუბრია ამაზე, რომ არსებობს თუნდაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნები, რომელშიც წერია მსგავსი დარღვევების შესახებ, მსგავსი სხვადასხვა პრობლემების შესახებ, მაგრამ ხედავთ, რომ ერთი და იგივე პრობლემები, ერთი დასკვნა აუდიტის დასკვნაც იგივე პრობლემა რჩება და არანაირი გათვალისწინება არათუ სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებისა, არამედ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მითითებული რაღაცა დარღვევების გამოსწორებაც არ ხდება. არ ხდება ისევ და ისევ ამ მიზეზიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა იმართება არაფორმალურად, ქვეყანა იმართება მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესით, ქვეყანა იმართება იმიტომ, რომ იმ მიმართულებით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ქართული ოცნების წარმომადგენლობამ და ამისთვის საჭირო არის, რომ ის რესურსები, რომელსაც მუნიციპალიტეტები თუ სახელმწიფო საჯარო სტრუქტურები ფლობენ და განკარგავენ, უფრო მეტად ახლოს დაახლოებულ პიროვნებების ხელში მოხვდეს და ისევ და ისევ ამ გზით მივიდეს პარტიის ცენტრალური ბიუჯეტამდე და პარტიის საარჩევნო კამპანიამდე და ესეც ხდება წლიდან წლამდე. ანუ ჩვენ ამ პატარა პროექტის ფარგლებში 20 თემის მომზადება შევძელით, ძალიან მცირე დრო გქონდა იმისთვის, რომ მით უმეტეს საჯარო ინფორმაციაზე სრულყოფილი პასუხებიც არ მივიღეთ, ღია წყაროების საშუალებით დაგვემუშავებინა ეს თემები და წარმოვიდგინოთ ახლა უფრო მეტი დრო და უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული, რამდენი დარღვევა გამოიკვეთებოდა კიდევ. და საკმაოდ რთული არის ნინა დამეთანხმები ალბათ, რომ იმას ვამბობ, რომ ანუ როდესაც შესაძლოა რომ მედიები აღარ იყვნენ, შესაძლოა რომ სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ გაჩუმდეს, აი შემდეგ როგორ წარმოგიდგენია აი ამ ყველაფრის ფონზე ამ სიტუაციის განვითარება. ამ სიტუაციაშიც კი, როდესაც ჯერ კიდევ სამოქალაქო მონიტორინგის რაღაცა მექანიზმები არსებობს და ესე რაღაცა ჯგუფები კიდევ არსებობს, რომელსაც გვაქვს ინტერესი რომ მსგავსებებზე გამოვიკვლიოთ. ეხლაც კი ძალიან რთული არის, კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ ძალიან რთული არის იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციას მაქსიმალურად ცდილობენ რომ დამალონ და არ მოგაწოდონ და ამ სიტუაციაში საკმაოდ რთულია. ღია წყაროების კვლევის შემთხვევაში საკმაოდ შრომატევადი არის ამ საქმიანობის განხორციელება, იმიტომ რომ ერთი ადამიანისთვისა და თუნდაც რამდენიმესთვის ძალიან რთულია მთლიანი მუნიციპალიტეტის საქმიანობის რაღაცა პატარ-პატარა დარღვევების იქნება თუ ხრიკების თუ ნიუანსების შესწავლა, იმიტომ რომ საათობითა და დღეების განმავლობაში გიწევს, რომ სათითაო კონტრაქტი შეისწავლო, მიყვე კავშირებს, დაადგინო ინტერესების შესახებ, დაადგინო კონკრეტული პიროვნებების შესახებ და
ეს საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ამის მიუხედავადაც ჯერ კიდე ვიდრე არსებობს სამოქალაქო ორგანიზაციები და მონიტორინგის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენ კიდევ ვახერხებთ, რომ მოქალაქეებამდე მივიტანოთ მათი ინტერესის საგანი რაც უნდა იყოს, მათსავე ბიუჯეტში, მათსავე მუნიციპალიტეტში, თანხების სწორი განკარგვა, ქონების სწორი განკარგვა და მართვა, მაგრამ ეს არის მდგომარეობა, რომ სხვა შემთხვევაში თუ ხელისუფლება მოახერხებს და ყველა იმ სტრუქტურას, ყველა ამ ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი ინტერესებით გამოირჩევა, გააჩერებს, შემდგომში უკვე აღარაფერი შემაფერხებელი აღარ იარსებებს და დღეს თუ საუბრობთ 4 წლის განმავლობაში 30 მილიონის ერთ კომპანიის ხელში მოქცევაზე, მე უბრალოდ აღარ დასჭირდებათ ტენდერის გამოცხადება და ისე გააფორმებენ და ისე გადარიცხავენ და ისე განახორციელებენ თუ არ იარსებებს მონიტორინგისა და ზედამხედველობის შესაძლებლობები. დღეს, როდესაც არსებობს მუნიციპალური თუ ცენტრალური სტრუქტურები, რომლებიც ამას უნდა იძიებდეს, იკვლევდეს, აკვირდებოდეს, ზედამხედველობას უწევდეს და არ მოქმედებენ, ჩვენი მითითების მიუხედავადაც არ მოქმედებენ, აი წარმოვიდგინოთ, რომ ის მოქალაქეებიც კი, რომლებიც უბრალოდ ჩაიკეტებიან და ვეღარ შეძლებენ, რომ მსგავს ინფორმაციაზე წვრომა ქონდეთ ან საჯარო გახადონ, მას შემდეგ უკვე რა შეიძლება მოხდეს, ანუ უბრალოდ აღარაფერი შემაფერხებელი აღარ ექნებათ კორუფციითა და მიმტაცებლებთან. და ამ დროს გამჭვირვალობაზე ჩვენ გვედავებიან, როდესაც ყველაფერი ხელმისაწვდომია ჩვენი ორგანიზაციების. ძალიან ის არის საუკეთესო თავდაცვაა, თავდასხმა ესეთი გამოთქვა მიარსებობს ფეხბურთში და ხშირ შემთხვევაში აი ამას იყენებს ქართული ოცნება თვითონ ესხმის თავს იმ შემთხვევაში, როცა იცის, რომ თვითონ ყველაზე მეტად არის იმ პრობლემის შემქმნელი, რაზეც თვითონ საუბრობს. ანუ არანაირი გამჭვირვალობა არ სჭირდებოდა ამ ორგანიზაციებს, ვის მიმართაც აი ესე რაღაცა კანონების მთელი კასკადი შეიქმნა ბოლო წლების პერიოდში. ერთი გამჭვირვალობის კანონი, მეორე გამჭვირვალობის კანონი, კიდე რაღაც ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები დაიბარეს და მათ მიმართ ხდება რაღაცა კიდე უფრო პირდაპირი ანგარიშწორება და ნუ ეს არის რა რეალობა, ის არის რომ ორგანიზაციებს, რომელსაც არანაირად არ მოეთხოვებათ ეს მაღალი რაღაცა ვითომ გამჭვირვალობის პირობებში კონტროლის ქვეშ ყოფნა, ესეთ ორგანიზაციებს უწესებენ მსგავს კონტროლის მექანიზმებს და აიძულებენ რომ ისაც ყველაზე ყველაფერი იციან და ისაც ხადი არის, ანუ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ისედაც აქვეყნებს 10 წლეულების განმავლობაში, ყველა ფონდი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ისედაც აქვეყნებს თავის ანგარიშებს და თავისი თანხების მიმოქცევის შესახებ ყველა დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ აი სადაც მართლა პრობლემები არსებობს, რომ ყველანაირი კონკურენციის გარეშე უშუალო მოქალაქეების ბიუჯეტის განკარგვა ხდება არასწორად, აი იმ შემთხვევაში არანაირი ზედამხედველობა და არანაირი გამჭვირვალობას შესახებ ხელისუფლებას მოთხოვნა და მოთხოვნილება არ გააჩნია და არც იმის შემდეგ რაც მიუთითებთ, რომ არსებობს პრობლემები და კითხვის ნიშნები, ამის შემდეგაც არანაირი რეაგირება არ გააჩნია. ამიტომ მოდი მაინც გავცეთ რეკომენდაციები დასასრულისკენ, რაც გამოიკვეთა ამ მასალის დამუშავებისას. ახალი თვითმმართველობა იქნება ალბათ უახლოეს პერიოდში, ხაშურშიც, ქარელშიც, კასპშიც, გორშიც და საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არ ვიცი როგორ ჩაატარებენ, ჯერ საკითხავია ეს რა არჩევნები იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი თვითმმართველობა იმუშავებს, როდესაც შეუდგებიან საქმიანობას, აი ამ სფეროში რა რეკომენდაციები გექნება, რა უნდა გაითვალისწინონ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ყველაზე მეტად ახლა რაც არის მთავარი პრობლემა არის ის, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა, მთავარი პრინციპი არის ის, რომ ტენდერები არსებობს, იმიტომ ტენდერების შესახებ კანონმდებლობა არსებობს, იმიტომ რომ უფრო ნაკლები თანხებით მოხდეს უფრო ეფექტური საქმიანობის განხორციელება და ამ შემთხვევაში გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა ხელს უწყობს იმას, რომ საუკეთესო პრეტენდენტებიდან საუკეთესო თანხების დაიზოგოს და უკეთესი შედეგი მიიღოს და საუკეთესო კომპანიები გამოიკვეთოს და არა ესე ხელოვნურად სუსისა და სხვა რაღაცა სტრუქტურების მეშვეობით მოხდეს კონკურენციის შეზღუდვა. ჩვენ კარგად ვიცით და ბევრჯერ გვისაუბრია მაგაზე, რომ კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ იგივე საქმიანობა განახორციელონ ნაკლებ ფასად, უბრალოდ არ ეძლევათ საშუალება დაშინებისა და ტერორის გამო და კონკურენციის გარეშე ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს ის კომპანიები, რომელსაც ხელისუფლება პირდაპირ თვითონ ამარჯვებინებს. ამას მიღმა არის ტენდერების შემთხვევაში ხშირად ხდება ის, რომ მორგებული არის პირობები და განაცხადი თავიდანვე არის ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე
ყველაზე კომპანიაზე მორგებული და ნუ ეს არის გასათვალისწინებელი, რომ თუ მართლა ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესი დაცული და გქონდეს ისეთი სტრუქტურები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება ეს მერია თუ მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურები, სახელმწიფომ უნდა ყველაფერი გააკეთოს გამჭვირვალობისთვის უსრულოდ მისი სტრუქტურებში და თუ ნამდვილად შედის მის ინტერესებში გამჭვირვალობა. თუ ნამდვილად შედის ინტერესებში და კონკურენტ უნარიან გარემოს უნდა შეუწყონ ხელი და არა პირიქით, რაზეც აი ესე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, რომ მათთან დაახლოებული პიროვნებების მონოპოლიზაციას შეუწყონ ხელი და მათთან დაახლოებული კომპანიებს უკონკურენტოდ დაუთმონ მთელი არსებული რესურსები. სხვადასხვა ეს პორტალი და ზოგადად ეს საიტები, რაც მათ რაღაც ანგარიშვალდებულებას ზრდის უფრო მეტად, ზუსტად ევროკავშირის რეკომენდაციებით და ხშირად მათი მხარდაჭერით არის შექმნილი და ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული ზუსტად იმ მიზნით, რა მიზნითაც თავის დროზე იყო ჩანაფიქრი და არა ისე, როგორც ახლა ვხედავთ და სამწუხარო რეალობაა ნამდვილად და არ ვიცი მე არ მინდა ხოლმე რომ ცუდისკები ფიქრო. ჩამოვშორდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც ქართული ოცნების ცხადი ინტერესი არის, თუ ჩვენ ჩამოვშორდით როგორც სახელმწიფო, მაშინ მოხდება ის, რომ უბრალოდ ეს კანონმდებლობებიც გაქრება დრო და დრო, ნელ-ნელა, საერთოდ, იმიტომ რომ ყველაფერი, აი როგორც ჩვენ თქვი, ნინა, მართლა ესე არის, იგივე ტენდერების შესახებ კანონმდებლობა არის ევროკავშირის მოთხოვნა დეკლარაციების გასაჯაროებასთან. რაც მართლა გამჭვირვალე მართლობას ქონების მფლობელობებთან დაკავშირებით, ქონების აუქციონებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ყველა ეს რაც ღია გამჭვირვალო საქმიანობას უკავშირდება, არის ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოშიც ევროკავშირის რეკომენდაციებითა და დიდი დახმარებითა და ცოდნის გაზიარებით მიღწეული პროგრესი და ჩვენ ნახავთ, რომ თუ ეს ქვეყანა ღმერთმა არქმევს და ჩამოშორდა ევროპული განვითარების გზას, ნელ-ნელა ეს კანონმდებლობები გაქრება და უბრალოდ გავხდებით ძველი ისევ რაღაცა რუსეთთან დაახლოებული ჭაობი, სადაც მარტო კორუფციაა და მხოლოდ კორუფციით ცხოვრობს ქვეყანა და სახელმწიფოს ინტერესი იქ არავის არ აინტერესებს და მოქალაქეების ინტერესი. მადლობა ლექსო, საინტერესო საუბრისთვის. მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა და აუცილებლად შესაბამისმა სამსახურებმა ალბათ უნდა მიაქციონ ყურადღება. ყოველ შემთხვევაში, მცირე დროის მიუხედავად ამხელა მასშტაბის დარღვევებზე, როდესაც გავედით, ახლა წარმოვიდგინოთ, რა შედეგი შეიძლება დაიდოს, როდესაც სრულყოფილად მოხდება შესწავლა. ახლა ჩვენთან მათივე ნების საფუძველზე უარი გვეთქვა კონკრეტულ ინფორმაციაზე და როცა ოფიციალურად მოითხოვენ და უარს ვეღარ იტყვიან, მოუწევთ ალბათ იმ ფაქტების გასაჯაროება, რაც ჩვენ შემთხვევაში ახლა კითხვის ნიშნებს იწევს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ისევ საინტერესო თემით დაგიბრუნდებით.